მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით ჩემო ღირსეულო საზოგადოებო. მე ვედნიერი ვარ, რომ ისე და ისე თქვა კლავ თქვენ წინაშე ვარ და ისევ გაზაფხულის ქუჩიდან ვარ, ისევ ხუჩაბატია, ისევ 98-5 და ჯაბანას ბაბანაკება ბატონებო და ქალბატონებო თქვენ წინაშე და მისი წამყვანი ჯაბანა გახლავართ თავისთავად ცხადია. ესე იგი რამიდან რომ გითხრათ, დღეს ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რომ მყავს ისეთი სტუმარი, რომელიც აი როგორ გითხრათ, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი რა, თუ შეიძლება ითქვას, აი გულის სიყვარულით, აი ნამდვილი სიყვარულით თუ შეიძლება ესე ითქვას. აი ადამიანია, რომელსაც რაღაცნაირად ბესო არასდროს არ რჩება, აი თუ სადმე თვალი მოუყარი ტელევიზიიდან, რადგან სადმე საუბრობს ან რაღაც, იმიტომ რომ ამის საუბარი რაღაცნაირად მამშვიდებს ყოველთვის და თავისთავად ალბათ ესეც უნდა იყოსო ეხლა ესე მეტყვის პატიცებული, მაგრამ არ არის ყოველთვის ესე, არ არის აუცილებელი თუ ანაფორა გაცვია რომ ყველგან მშვიდებს. რაღაცნაირად შვიდად ვარ, როცა usმენ ჩემო ბატონო და თან საუბრობს არაჩვეულებრივად გადასარევი ორატორია და ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი პატივია თქვენი მობრძანება, შენი მობრძანება ასე მოგაკეთეთ, მაგრამ თქვენობით დიდი მადლობა რომ მომეცით ამის უფლება და მამაო დეკანოზი მამა ალექსანდრე გალდავა წარდგენაც არ ჭირდება ალბათ მთელი საქართველოს იცნობს ამ კაცს, მაგრამ მე წარმოვიდგინე მამა ალექსანდრე გალდავა გახავთ დღეს ჩემი სტუმარი, დიდი პატივია ჩემი მობრძანება და ძალიან მიხარია და 40 დღეა, 2 დღის აგერ 2 დღეში უწვიდესი და უმეტარესი ჩვენი ხაზგასმით ჩვენი პატრიარქის ყველაზე დიდი ასოებით შეიძლება ჩვენი თქვა აი ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ყოველთვის საუბრობ რაღაცა ეხაც კი რაღაც ჟუანტელმა დამიარა არ ვსტყვი ნამდვილად ამასთან დაკავშირებით ეს იყო რაღაცა თან მე ამას როგორ ვიცით რომ ეხლა მე ცოტას ვიტყვი შესავალს გავაკეთებ, იმიტომ რომ მე რაც შეიძლება ბევრი თქვენთან გალაპარაკოთ, ის კარგად ლაპარაკობთ, თუ კითხვებს დავსვამ, რეგლამენტია, ცოტა დრო გვაქვს სამწუხაროდ და ესეც მინდა ვთქვა კიდევ რომ თავიდანვე რომ მე ჩვენთან არც ერთი სტუმარი არ გამეორებულა მამაო რა. აი თქვენი გამეორება რაღაცნაირად მინდა ახალი სეზონიდან მაინც რომ სულთლიანად თავიდან ბოლომდე თქვენ ცხოვრებას შევეხოთ. ეხლა ამდენი არ გამოგვივა და ვერ ჩავეტევით და მინდა რომ აქვე შეგიპიროთ და თუ კიდევ ერთხელ მომზადებით ჩვენთან ვიქნებით ძალიან ბედნიერები. 40 არის ჩემო ბატონო, კვლავ მინდა მის ღვაწლზე ვისაუბროთ და მემკვიდრეობაზე, სიყვარულზე, რომელიც ეხლა გაგვიტოვა და რომელიც თავად ქონდა თავის სამშობლოს და ხალხის მიმართ რა. აგერ უკვე რა ვთქვათ ეხლა 40 მოდის 2 დღეში, 40 დღე 38 დღე გავიდა რა და ადამიანებს აქვს რაღაცნაირად ცოტა არ იყოს რაღაც შიში ვიღაცებს იქიდან კარგად თქვა მე უფეში რომ პირიქითო იქით უფრო ხელფეხ გახსნილი მეგონა იქიდან უფრო კარგად დაუდგება თავის სამშობლოს გვერდშიო მე მჯერა ამის და მესმის ეს ყველაფერი და ზოგ შიში აქვს ზოგს რაღაცაირად აი სიცარიელი შეგრძნება აქვს ზოგიერთს როგორც პატრიარქი ყველას თავისი ყავდა სხვადასხვა იგი ყავდა რა აი ესე ხდება და აი თქვენი შეგრძნება, შენი შეგრძნება თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ემოციური შეგრძნება როგორია? მადლობა მოწვევისთვის, დავით, პირველად ვარ თქვენ სტუდიაში და დაგილოცავ თქვენ საქმიანობას, წარმატებას გისურვებთ. მერთმას საღვთო საქმეები გაკეთებიო და სამამულიშვილო. მართლაც 40 დღე სრულდება ხომ 2 დღეში ჩვენი უწვინესის გარდაცვალებიდან და ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ შეეხო, ვისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ჩვენთან მოდიოდნენ ჩემ ტაძარს გულისხმობ, თორე მოწმინდესთან რომ მივიდნენ მთელი სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა რელიგიის და კონფესიის წარმომადგენლების გასაგები იყო, მაგრამ აი ჩემს ირგვლივ მშენებლობები რაღაც ისეთი საქმიანობა და ყველანი მოდიოდნენ მოსასამძიმრებლად. ჩვენ იქ უფასო სასადილოც გვაქვს და იქაც სხვადასხვა ეროვნების ხალხია ამ სასადილოში და სხვადასხვა რელიგიური წარმომადგენლები. ყველანი მოდიოდნენ და იცრემლით ისამძიმრებდნენ და ესეც მუსულმანები არიან ამ აზერბაიჯანელები, ვინც ამ მშენებლობაში მუშაობენ და ყველანი დაალაგდნენ ისე მოვიდნენ პატივსაცემად, ჩემთან იქ რიგში ვეღარ დადგნენ ახლა. მოკლედ იმის თქმა მინდა ამით რომ მართლაც უმნიშვნელოვანესი ადამიანი იყო ალბათ საქართველოს ისტორიაში, სრულ ისტორიაში 20 საუკუნევანში თქვათ სადღაც ქრისტიანულ ისტორიაში ნამდვილად დარჩება დიდი სახელით და დიდი ასოებით ჩაიწერება, მაგრამ უახლოეს ისტორიაში კიდევ უფრო
მეტი და მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ყველა მოესწარეთ, ეს არ არის რაღაც მონათხრობზე ან ისტორიული პერსონაჟზე, რომელიც ნახევრად საიდუმლოა ან აქვს რაღაცა სხვა მხარეებიც, არასრული სურათი პიროვნების. და ეხლა ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე. თან იმდენად ღია და სახალხო პიროვნება იყო, იმდენად გახსნილი იყო ხალხთან, ისე უყვარდა ურთიერთობა ხალხთან, რომ კიდევ უფრო მეტად აჩენდა მის ნებისმიერ თვისებას. ყველანაირს და დადებით კონტექსტში თელიერი გლოვობდა და მართლაც გამოიტირა ღირსეულად, ალბათ არ ვიცი, ვის შეიძლება. ამდენი რაოდენობა ხალხის, ხო, რაოდენობაც და მე თვითონ ის ხალხში თვითონ შიგნით ესე ვინც რიგში იდგა ამ ხელა გზაზე საათობით როგორც აღწერენ თვითონ იყო სიჩუმე, რაღაც არ იყო ხუმრობა, თამაში, დაპირისპირება, რაღაცა ჩუმა წყნარ, ერთგვარი რაღაც რელიგიური შეძინა მასულიერი წინსვლა შეძინა ადამიანებს, ვინც იქ იდგნენ. რაღაც უფრო სხვანაირები უფრო შეცვლილები გამოვიდნენ, უფრო გაზრდილები გამოვიდნენ სულიერ ცხოვრებაში და უწმინდესის გზაც ესეთია და საერთოდ წმინდანის გზა, რომ იმას რასაც მოიმკის შენ ამ შენი მსახურებით. შემდეგ მარადიულ ცხოვრებაში კიდევ უფრო გაასმაგებულად იწყება, ესე იგი, შენი ღვაწლით მიღებული სარგებელი ამ ხალხს. რომ არ დარჩება უკვალოდ ხო უწმინდესის გაკვალული გზა. ყველა რაღაცაერად მის სახეს ვიხსენებთ ყველაფერში. ახლა ჩვენ ერთი ასაკის ვართ თითქმის და მე აღსაკლების დღიდან მახსოვს. ხო. 16 წლის ვიყავი 78 წელს. მე რო ვთქვათ რაღაცა გავიგე პატრიარქი რო არსებობს ცხოვრებაში ხო ნუ უწმინდესი იყო უკვე და იმის გარეშე სხვა პატრიარქი ეხა კუნკულ ბარტკუმის სხვა ადამიანზეც ცოტა ყველას გვემხამუშება მანამდეც ჩემი მეგობრის და დანადევდარიანის ბაბუა იყო. მეგობრობის ამბავში ვიცოდი პატრიარქი რო არსებობს ეხა როგორ გითხრათ და აი 78 წელს მახსოვს აღსაკლება უკვე მე ცოტა პატარა ვარ და ამიტომ ჩემთვის იყო ნუ უწმინდესი იყო 77-დან ხო 18-დან ნუ და ამდენს ვიყავი არ ვიცი 9 წლის 9 წლის ახლა თან კომუნისტური რეჟიმი იყო მაშინ სხვა დრო იყო და ვინ რა იცის პატრიარქი ეკლესია არც ვიცოდი ეკლესიაში თუ მსახურება ტარდებოდა არ ამეკეთდებოდა მეგონა ეკლესია არის ძეგლი და ესე იყო ყველგან ეკლესიები დავდიოდით უყურებდით და ფრესკებს ვაკვირდებოდით და არქიტექტურას ახლა მე მხატვრული განხრით ვიყავი და ბავშვობაში ეს მეგონა ეკლესია და პირველად მახსოვს სიონში შევედი ერთ-ერთ შესვლის დროს და მსახურება იყო და ვერ გავიგე რა ხდებოდა. ნუ რაღაცა პარაკლისი იყო ალბათ ან რაღაცა უწმინდესი ატარებდა თან და ძალიან დიდი შტამბეშტავი იყო. თან ისე გარეგნობა შტამბეშტავი ქონდა უწმინდეს ხო? ღიმილიც ისეთი ქონდა. მე ძალიან უყვარდა ადამიანები, ეს აღსაყდრების კადრებია ხო, ცოტი ცხოველი. ხო და აი ესე რაღაცა მთელი ცხოვრება მასთან ერთად ვართ. განსაკუთრებული რითი იყო ბაბა აი სუდროს მოუწია მოდი ამაზე ვილაპარაკოთ მაგრამ ეხა არც სხვა პატრიარქებს ხონდა თალხენი მიდრო ახლა მაგით ვთქვა უარესი დროებიც ჰქონდათ პატრიარქებს იჭერდნენ და ციხეებს სწავდნენ და ასე შემდეგ ეგრე ყავს ამის მაგალითები პირველი პატრიარქი კირიონი მოკლეს მე ლეონიდე მოიწამლა არ ვიცი მტკვრის წყლით როგორც ოფიციალური ვერსია მესამე პატრიარქი ამბროს ხელაია ჩააგდეს დილეგში დახრეტა მიუგსაჯე რო გამოვიდა სიცხვილის კორიდორები გაუკეთეს ეს დღეს რო არის რაღაც სიცხვილის კორიდორები ვითომ ის მაშინაც იყო კომუნისტებსაც ჰქონდათ სიცხვილის კომკავშირლები იდგნენ და აფურთხებდნენ როცა ჩაგამოვიდა იქიდან რა ქვია სასამართლოში რომ მიყავდათ ხოლმე უწმინდესი ამბროსი კორიდორებს უკეთებდნენ კომკავშირლები და ეს კომკავშირლები ჩვენ რო ნანახი გვაქვს ისიც არ იყო სულხან-საბა წვერით არ ათრიეს ნუ სულხან-საბა ეკლესიაში ათრიეს წვერით ხო და ნუ მე ტექნოლოგია ეთყობა მაშინაც იყო ეს ტექნოლოგია მეორდება მოდასავით არის ისტორია
მე ქრისტეფორემ ცოტა რაღაც შეარბილა მთავრობასთან და დაიწყო ლოიალური დამოკიდებულება იქნებ ეკლესია გადავარჩინო და უკვე წავიდა პერიოდი რაღაც შემგუებლობის და რაღაცა წავიდოდნენ. 20 წელიც თავის აღარ ეძახიან 20 წელი. დათბობა ხრუშოვის მერე დაიწყო ხას. არა ხრუშოვამდე იყო, დათბობა იყო სტალინის დროს, როცა შეეშინდა სტალინს, იმიტომ რომ გერმანელები რო შემოესიენ, იმ ადგილებში სადაც იპყრობდნენ, ეკლესიებს ხსნიდნენ. და ხალხი რა გარკვეულწილად კმაყოფილები იყვნენ. აი, ხალხიც ხო შემოატარა. ის ბოლოში ხო მოსკოვის დასაწყისში. ნუ ეგ ლეგენდაა ეგეთი და ხსნიდნენ და ამასაც რაღაცა ჭკვაში დაუჯდა რომ რაღაცა საღმრთო ის რო გამოეცხადებინათ საღმრთო ბრძოლად და რაღაცა მისტიკა მიეცა ამ ბრძოლისთვის თავდადებისთვის სტალინმა, ამიტომაც რაღაც ეკლესიას დაუთბო იქ 53-ში გაახსნევია ზაგორსკის სემინარი აკადემია, მერე პატრიარქი არჩევინა, მისცა უფლება, ეპარქიები გახსნა, ეკლესიები გახსნა. მე ზაგორსკში ვსწავლობდი და იქ ძველი ბერები იყვნენ, ძალიან ძველი ჩემ დროს კიდევ იყვნენ და ლოცულობდნენ სტალინზე. პანაშვიდებს უხდიდნენ და ჩვენ გენერალ სიმონს გაუმარჯოს ეცადნენ. ხო, იმიტომ რომ როგორ ჩვენ ეკლესიას მოგწოდიოთ, ხარ კიდევ თავითი ის რა ქვია, რელიგიური და ის цаრისტული და კიდევ იმპერიული ის იდეები აქვს და ეკლესიაში ძალიან მძვინვარებს ეხლა ხო ხედავთ რა, რაღაც რუსეთის ეკლესიის პრობლემებს მთავრობასთან გადაჯაჭვულობის კონტექსტში, ხო? და იმას ვამბობდი რომ აი ესეთი ვის წამოვიდა ტალღა ეკლესიის დათბობისა, მერე ისევ დაიწყო ხრუშოვის დროს, გამოაცხადა რომ ბოლო მღვდელს ტელევიზორით გაჩვენებთო ხრუშოვმა და ნუ მერე წავიდა და წავიდა. მერე უკვე მოვიდა უწმინდესიც და უწმინდესი რომ მოვიდა, უკვე ეს კომუნიზმის არავის აღარ ჯეროდა. ხო გახსოვს ახლა ის პერიოდი, უკვე ჩვენ უკვე რაღაც ნორმალურად ასაკში ვიყავით და არა მაინც უჭირდათ ხალხს ახლა კვერცხები აღდგომა ეკლესიაში კონკავშირში აღარ მიგიდნენ ეს ესტრადა იყო ორჯერ ილუზიონი იყო ორჯერ ილუზიონი და ეს ესტრადა იყო მაჭავარიას მიყავდა ევგენი მაჭავარიას ჟენია მაჭავარიაზე რინდეს ლოცულობ ჟენია მაჭავარიაზე გადასარევი კაცი რა მთელი თაობები შოუდი მაგდოს ტელევიზიაში გაგზარდა მთელი თაობები რა მუსიკაზე რა მუსიკაზე საამბებზე და თან აი ესე კარგად გაქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში აღმოჩნდა ჩემო პროდიუსერმა რომ ისაო რა ქვია აი კარგი გაგები თუ ჯიუტი კაცი იყო და უშიშარი კაცი იყო აი რაღაცა ხო როგორი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო აი ამაზე ვგიჟდები საოცრად რა ეხლა მანამდე ჩვენ მსახიობები რაღაცა ეხლა როგორ გითხართ ასეთი არ იყო რაღაც ვითომ ეშმაკის მაკმანება თუ რა ქვია როგორ გითხართ მე კიდე სამწუხაროდ არა ვარ ახლა ეკლესიური მაგრამ ბევრისთვის არ იყო სპეციფიკი იგივეს ვიცახი რომ ეხლა სამწუხაროდ ბერსვარს მარხვას ვიცავ მაგრამ იმედი მაქვს სულის ტკივილით ვამბობ ამას დედას ვიცავ რომ იმედი მაქვს რომ მოვიდა უკვე იმ ასაკში ვარ რომ გავამზადო უკვე გზა უფლისა და გავასწორო მისი ბილიკნი როგორც პატისაკარებაში და ადრე თუ გიან გავაკეთებ ამას ყველაფერს ალბათ ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან მაგრამ სულ ვადევნებდი ამას თვალყურს რა ხო და აი ესეთი საოცრება მაგ დაამყარა მსახიობებთან ურთიერთობა დააწყდა საზოგადო მე ერთხელ მაქვს ნაკოცდი ხელზე ერთხელ ვიამბობე ხელზე იმ სპექტაკლმა, ესე იგი, როგორც გენებოდ, ჭოლამ გააკეთა სპექტაკლი. მთელი მსოფლიო წარმატებით შემოვიარეს, მამო. ეგეთი რამე, აი, ლომის წილი იყო მაგის დალოცვა. აი, ლომის წილი რა, აი, ესე არ ხდება ხოლმე რა. ეგეთი რამე, აი, ეს განუმერებელი და ესე ხელზე რო ვაკოცე, რო ვეამბორე, რიგი იდგა, ახლა სხვასაც უნდა გროსავდა ყო. აი, მოშორება ეს დავით კინაღმჭა, ესეთი თბილი, ეგეთი ვარდისფერი, ფუმფუ, ახაცა ეგეთი სიმშვიდე არ გადმოუცია არავის ჩემთვის რა. რაღაცა ნუ სხვა იყო რაღაცა და აი ხო გეუბნებით, აი წარმატებები იყო და ორჯერ ვითამაშეთ შექსპირის თეატრში. სადაც შექსპირი იდგა. გლობუსში. 11 სპექტაკლი მაქვს გლობუსში დათამაშები. ორჯერ ვითამაშეთ, რამაშიკვაძე არ იდგა, მან სასაული წარმატებები იყო და ლონდონში, მაგრამ აი მაგის დალოცვის მერე რა. ხო და აი თქვენ თქვით, აი შენ თქვენ ეგეთი ამბავი რომ იყო რაღაც აი
უშიშარი რა კაცი რა რაღაცა ის. ეცით როგორ იყო მე რამოდენიმე ფაქტი შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითად ვიყავით 2016 წელი იყო მოსკოვში დელეგაციაში ვიყავი პადაგოგებთან ერთად და კირილ პატრიარქის 70 წლის თავი იყო 70 წელი შეუსრულდა და მისალოცად იყო მთელი მართლმადიდებელი სამყარო ჩასული მოსკოვში. იქ მახსოვს რომ პრეზიდიუმში რო იჯდა იქ სადაც ეპისკოპატი და მაღალი იერარქები ისხდნენ, ვისაც მიყავდათ ეს სადღესასწაულო საღამო. აი უწმინდესი მაშინ გამოვიდა და ესე იგი მისასალმებელი სიტყვა წესით უნდა თქვა დამსახურებაზე მისზე თქვათ იმ ადამიანის რაღაცა ესე იგი უნდა თქვა რაღაცა ტკბილი სიტყვები ნუ დაბადების დღეა ჩვეულებრივი რა და რო დაიწყო კონფლიქტზე აფხაზეთ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებზე და არ გაჩერდა და საერთოდ არც მიულოცია კარგად რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ესე იგი ყველაფერს გააკეთებთ რომ ეს საშინელება ესე იგი არ გამეორდეს კი არა აღმოიფხრას ეს უბედურებაო თორე იცოდეთ რომ როგორც თესავთო ისე მოგიბრუნდებათო და ბუმერანგის პრინციპი არის ხო რასაც სხვას გაუკეთებ იმას გაიკეთებენ თქვენ უნდა ყველაფერი იყონოთ იმისთვის რომ ხალხი დაბრუნდეს და აღდგეს ნორმალური ცხოვრება და ეს იცი როგორი ამოვარდნილი იყო კონტექსტი და ყველა მიდიოდნენ რაღაცა ბუკეტებით, ტაშით, რაღაც და თან მაშინ ახლა ესე არ იყო დაძაბული ეკლესიათა შორის ურთიერთობა ეს 2016 წელია და რუსეთის ეკლესია ძლიერ ამ სოფლიოში წარმოადგენდა ახლა დღეს დევალვირდა მათი ფასი და მათი დამოკიდებულება ისეთი რაღაცები გააკეთეს თქვა უკრაინაში და ესეთი რაღაცა ხდება ხო მაგრამ მაშინ არ იყო ესე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც იყო წარმოდგენილი და არც ეუქარისტიული კავშირი არ ჰქონდათ გაწყვეტილი და არა. უზარმაზარი მართლმადიდებლური ხო, ძლიერი ატომური ბომბის მქონე მართლმადიდებლობები იყო ატომური ბომბის. ხო, რაღაც ეგეთი კარგი დახასიათებაა. არა, იმიტომ რომ ბომბებს აწერენ რა წმინდანების სახეს, ეს კი არა, არ ქმევენ და არ კუთხებენ. ეს აღარ ვიცოდი რა საყარაა. ხო, ნუ რაღაცა საგიჟეთი ხდება რაღაცა პატარა საგიჟეთია, პატარა კი დიდი საგიჟეთი. ხო, მაგრამ ნუ მაშინ სხვანაირი იყო და მაშინ ესეთი კაცი იყო. მე მახსოვს კიდევ მეორე ფაქტი იყო. თან ეს რა კონტექსტში ვამბობ, იცი, უწმინდეს ხშირად ამბობდნენ ხოლმე და დღესაც ამბობდნენ რომ აუ საპატრიარქო არის რუსეთუმე რაღაცა უწმინდესიც რაღაცა რუსეთის კაცია და რაღაც სისულელები ხო და მოსმენაც არ მინდა ხო და აი ადამიანის მთელი ცხოვრება ხო და ეს იცი რა არის ყველაზე ძლიერი შენი მხარე რაც არის როცა შენ სამშობლოსთვის ყველაფერს აკეთებ წარმოიდგინე რაღაცა რო თქვა იმის არგუმენტი ხო უნდა მოიტანო და რა არის არგუმენტი ყველა ვინც რუსეთს ებრძოდა ყველა ვინც რუსს ჩამოთვლი ხლა ყველა ვინც რუსეთს ებრძოდა კირიონიდან დაწყებული ამბროსი ხელაიათ და დამთავრებული დიმიტრი ყიფიანი ყველა ილია ჭავჭავაძე ყველა შერაცხა წმინდანად კი ბატონო მე საქართველოს ეკლესიას მოუტანა ავტოკეფალია და ავტოკეფალიას წარმოედგინეთ როგორი დენ რუსეთის ეკლესიამ ცნო მაგრამ რუსეთის ეკლესიის ცნობა რაში არ იყო საკმარისი უნდა იყოს თავარი კონსტანტინოპოლიდან ცნობა ეს კონსტანტინოპოლიც ესე კი არ იძლეოდა ამ ტომოსებს ეხლა უფრო ადვილად იძლევა და მაშინ მთელი პერიოდი დაჭირდა უწმინდეს ამის 10 წელი დაჭირდა ამის როგორც კი მოვიდა 77 წლიდან დაიწყო აი ესე იგი ის რა ქვია იმის დაიწყო მზადება იმისთვის რომ ავტოკეფალიისთვის მოემზადებია სათანადო საფუძველი
და ძალიან ბევრი იწვალა უწმინდესმა. რამდენჯერ ჩაასწორებია ჯერ მარტო ისტორიკოსი. რამდენი ცოდვილი სოდვა აიღო თავის თავზე თვითმკვლელობის გარდაცვლილი პოეტების ეგ ადამიანური კი მაგრამ გარე პოლიტიკაზე ვამბობ რა საქართველოს ეკლესიის სტატუსის აწევაში სოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში ისეთი ყველასთვის ისეთი სასურველი სტუმარი იყო და ისეთი ძლიერი სიტყვა ჰქონდა ყველგან და ესე წონადი სიტყვა ჰქონდა ყველგან რომ ყველას უნდა მისი მოსმენა და მისი აზრის გათვალისწინება და რაც შეეხება იმას მის მთავარ ღვაწლი ბევრნაირად შეიძლება ჩვენ რაღაცნაირად შევხედოთ იმიტომ რომ რაღაც დიდი ფიგურა რო არ არის ერთი გადამწყვეტი არ არის ხოლმე რაღაც ბევრი გრაგრინილისგან შედგება და მთავარი ერთ-ერთი ყველაზე არის აი სწორედ კედლების დანგრევა საზოგადოების დანაწევრებული საზოგადოებაში მონახა საერთო ენა, რაღაც საერთო ფასეულობა და ეს ფასეულობა ისე კარგად წარმოაჩინა ამ ადამიანმა ყველასთვის წარმოიდგინე ხო მაღალი იერარქიისთვის და უბრალო ადამიანისთვის, კარგ ცნობილი ადამიანისთვის, უბრალო გლეხისთვის თუ რაღაცა რაიკომის დივანისთვის ყველასთვის ყველა ერთიანდებოდა ეკლესიაში და ყველასთვის ძალიან ძვირფასი იყო უწმინდესი და მისი სიტყვა და ამიტომ ეს შეკავშირება ერის მასში მოხდა და მან მოახდინა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ну ფაქტიურად წარმოუდგენელი რამე გააკეთა. აი შეუძლებელი შეძლო რომ ამდენი ხალხია გაერთიანებული. კი ბატონო. ეხლა რა მაინტერესებს? აი ვიცი რომ ახლა ურთიერთობა ქონდათ. ეს ქონდა ეგეთი ბედნიერება იყო ამასთან დაკავშირებით და მე ერთხელ შევხვდი მარტო და აი მაგას ვიძახი რომ ერთხელ ქონდა არიან მე მაგალითად ბედნიერია ის ადამიანები ვინც მიყვება ხოლმე აი რომ ხშირად ქონდათ საშუალება რომ შეხვედროდნენ. რა როდის მოხდა ეს ამბავი თქვენი გაცნობა და აი რა როგორი ესე პირველად და როგორ მოხდა ეს არა ჩვეულებრივად ეხა როცა წარმადგინეს მღვდლად კურთხევისთვის მაშინ გავიცანი პირველად. ნუ ეს პირადად მე რო ვლაპარაკობ თუ ეს სიონში როცა სტიქაროსანი ვიყავი ჯვარის მამაში ვიყავი მე დავითენ სტიქაროსანი და სიონში გადავდიოდით ხოლმე და ნუ იქ ყოველთვის უყურებდი ხო უწმინდეს მაგრამ პირადად მუდმივად კურთხევის წინ ყველა კანდიდატს უწმინდეს აჩვენებდნენ ხოლმე და უხაროდა ახალგაზრდას რომ დაინახავდა ახლა მაშინ 25-26 წლის ვიყავი და ძალიან მე რაღაც გამოფენა იყო ხატწერების და იქ რომ მოვიდა და დაინახა ხატწერიც ვიყავი კიდე უფრო გაუხარდა ხო და მომეფერა მე და რაღაცა მითხრა რომ გამოიარე ხოლმე ჩვენსკენ ხატავდი მაშინ ხატავ მაშინ ეკლესიაში რომ ვივედი მე დავიწყე ფერწერი ვიყავი და გადავედი იკონოგრაფიაში და ხატები და ფრესკების ხატვა დავიწყე თვითონაც ხატავდა მუსიკას წერდა თვითონ ხატავდა გადასარევდა და მუსიკა კიდე უკეთესია კი ბატონო საოცრად არ ყოლდა დამტოვრებული დანობდა ამას რომ მუსიკალური გადასრება არ ყოლდა მიღებული და მუსიკალური გადასრების გარეშე ხა რა წმინდა უღმერთო და დავიღალე და კირიელი ისოდი ხა როგორ არ ვიცი ეგეთი რეკვიემი აქვს დაწერილი რეკვიემი ხო საოცრება როგორ ხდებოდა ეს აი ავე მარია ამასთან დაკავშირებით ხო არ გისაუბრია მუსიკაზე მუსიკაზე ერთ ინტერვიუში თქვი რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი რაღაც მისვლა უწმინდესთან იყო დაკავშირებული რაღაც თემაზე და იქ ყველა მაიტეცა ეს ყველას მოეწონა თუ გინდა აქაც გავემეორებ და რომ რა ქვია რომ ვიყავით რაღაც ტელევიზიიდან ვიყავით მისული მაშინ საპატრიარქოს გააკეთა რადიოს აკეთებდა და თან ტელევიზიაში ქონდა სიუჟეტები რამოდენიმე დრო ქონდა დათმობილი პირველ არხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რაღაც გადაცემას ვაკეთებდით და მე უშვებდნენ ხოლმე ისინი და ნუ ანგარიშით ყოველწლიური ანგარიშით მივედი და იმ წელიწადს ვიყავი იქ მე რა ვეხმარებოდი ამ საქმეს მე უფე სერგის ქონდა ჩაბარებული ეს და იქ ვემსახურებოდი და იქ თქვა რომ მე ძალიან მიყვარსო სუპერსტარიო Jesus Christ ხო გეგმო ვებერის და
მე გადამიტრიალდათ შუქოა, იმიტომ რომ მე რო ეკლესიაში მივედი, ყველაზე იძახდა რომ არ შეიძლება დააკვრა, არ შეიძლება სიმღერა თუ არ უნდა იკალობო, რაღაც არ შეიძლება ის არ შეიძლება ყველაფერი არ შეიძლება იყო. ხაწერაც ამიტომ დავიწყე რაღაც არ შეიძლება პორტრეტის დახატვა, ზეთის აღება, ნუ არ შეიძლება ცუდი ტონი იყო, არავის არ აუგზავნია ჩემს, მაგრამ ძალიან ცუდი ტონად ითვლებოდა რა, სულიერებას ვერ მიაღწევ რა, წინ ვერ წახვალ. აბსოლუტურად შეიცვალა ის მაგის დროს. უცებ ეს რო თქვა, უწმინდესმა სამჯერ გავუმეორე. რაღაც ხო არ ამერი. რაც ლაპარაკო, Jesus Christ. უსმენდა ეხლა. ოზანა. ამას უსმენდა, ხო? ამას უსმენდა. ეხლა მე არ მომისმენია, როდის უსმენდა, მაგრამ თქვა რომ ძალიან მომწონს. ხო, და საერთოდ უყვარდა. მაგალითად რომ მე პერიოდულად უყვარდა, ნუ ხელოვანი ხალხის მიღება საპატრიარქოში. და მე სხვა მუსიკოსები მიმყავდა და რაღაცეები და რაღაც ისეთ რაღაცებს ეუნებოდა, რომ დაუკარით რაღაცა. პოლ მორი არის, იცით? საოცარი კაცია. და პოლ მორიას აკვრევიებდა და რაღაცა ეს ესე იგი რა მაინტერესებს, ესე იგი ბაბა, ხარ მუსიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ხო. დიდი მელომანი ბზანდები ვიცი? ხო, უკრავ კიდევაც. დიდი არა, მაგრამ ხო, არა, ნუ მუსიკა გიყვარს ვიცი და ვიცი მე ვარ სახში დამყოფი ერთხელ მქონდა მისი საშუალება და ძალიან მოხარული ვარ ამასთან დაკავშირებით რაღაცა წვეულებაზე დიდი ხნის უკან სხვათაშორის აი თქვენ იქ სამი კორპუსი მოგას სანაპიროზე და ბევრი გიტარები ვნახე და რაღაცა დაგვიკარით კიდევაც და ეხლა კიდე უფრო მეტი მაქვს. ეხლა კიდევ აგროვებთ ამ გიტარებს, აგროვებთ. არა, აგროვებთ გიტარებს. ხო, საბავშვო ბავშვთა სახლიდან რომ ბავშვებს დიდრულ ოჯახში გადაიყვანენ და მე რომ პუპურებს რო იპარავს ხოლმე და ხო. ბავშვებიდან მიყვარს ინსტრუმენტები და რა ვიცი. და ბავშვობიდან მყიდულობდა და მყიდულობდა, ბევრი მქონდა. უკრავთ ბავშვობიდან. კი, პატარაობიდან. ვიცი რომ ოთარამიშვილთან მართლა ოთარასთან დავდიოდი, კი, ვაზა. შენს ბრუტუს ესე იგი, ნუ აი არ არის დარჩენილი არა. მაქსოს საოცარი კაცი. პირველი სიმღერა რაც მასწავლებ, ხო სიმღერებით ასწავლიდა. ლა მინორი, რე მინორი, მი მაჟორი და რა მინორი, რე მინორი. და ისევ მიდიხარ. აი ესე იგი მაგარი კაცი იყო ოთარის ზამარე. ძალიან მაგარი კაცი იყო ის და მე ისე ვეცი რა შვებოდა ხოლმე რომ შემხვდებოდა და მე გავახსენე თავი რა ახსოვდა იმას ხო და პატარა ვიყავი პირველ კლასში თუ ნულ კლასში და ხო და რომ შევხვდებოდი რომ გავახსენე თავი მე სადაც დამინახავდა ხოლმე ხო აი ჩემ მოწაფეხაშია და ელა მგდლებს დიმე მაგარი კაცი იყო მარტო ლოთებს კი არ ვსდი მგდლებსაც შვილია ჩემ მეგობარი დიდი ხანი ტერმინატი ზურა მაგარი ჯაზმენი გადასა აი პიანისტი და ერთი პერიოდი ერთად სტაკნის მეგობრებიც ვიყავით რა და კოლექცია ჩაგვიგზეთ ეს კოლექცია რატო არ რა კოლექცია კაცო აი თქვენი გიტარები აგერ არის პატონო რა გიტარა თალაი შეხედეთ თუ არა აი ესენი არის ეს საიდან გამოიღეთ საიდან გამოიღეთ არ ვიცი სადღაცა შემაბოლოზე რომელია ფავორიტი გიტარა ეხა მაგიდან რა აი ხა მაგალითად ეს კლაპტონის გიტარა აი ჯიმი პეიჯის არის ის ბიბი კინგის არის მარცხნივ არის ის მოდელები თორე იმის ნაკონი მათი მოდელები ჯონი ვინტერის არის მარჯვენა რა ვიცი ბიბი კინგთან მაქვს სურათი სოტი ცხოველში გადაღებული მართლა მე და ჩემ კლასის აქ იყო ჩამოვიდა მე კლასში ვიყავ 79 წელს კი იყო და შატალოვზე წავედი სოტი ცხოველში მე და ჩემი ზვაკა დიდი კუდები რო გავიხედე და აგერ არ მოდის ისა ბიბი კინგი დაუდექით გვერდზე და თან მაშინ იყო ის უნდა დაგეძახა იქ ფოტოგრაფისთვის სად იყო მაშინ და გადავიღე გადავიღე ფოტო მაქვს არში მე ივერი ჩიკლაძე რომელიც გარდაიცვალა ჩემი კლასელი და ბიბი კინგი ქვაში აქ რო უკრავდა ხოლმე გიტარაზე ბიბი კინგი ახლა თუ ხატავ კი ეხლა პირიქით ეხლა ზეთის აღებავებისე დავიწყე 1 წელია და ხატავ ზეთში ნუ საერო ხატრობასაც ხატავ ხატებსაც ხატავ ესე წერ და ზეთშიც ხატავ დავიწყე და ის რაღაცები არა არ მინდა გამოფენა არა ბერანდროს გამოფენა თავარი ხატო და მარტო ზეთში და გრაფიკა რაღაცა გრაფიკაც ზეთის რა ვიცი სუბტიტრად დაამთავრე აკადემია სამხატვრო აკადემია კი დავამთავრე კი
მე ამ დამთავრების შემდეგ უკვე ხო, იქ რაღაც ის სადიპლომო მქონდა, მე ფრესკას ვამთავრებო, ფრესკის განხრით ვიყავი ეს მონუმენტური მხატვრობა და ახალციხეში მოხატე კონქი საკურთხევლის. და ის იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, ხო და მე მალევე მაკურთხეს 94 წელს მაკურთხეს და ახალციხეში დავრჩი და იქ გავაგრძელე მსახურება იმ რეგიონს დიდი პრობლემები ჰქონდა სულიერად კი არა ყველანაირად, იმიტომ რომ ის მაშინ დახურული ზონა იყო, მერე გახსნეს ეს ეკლესიები, სოთესურის დახურულ ზონაში, ხო გახსოვთ, იქ იყო საზაზღვრო ზოლი იყო თურქეთთან და ამიტომ დახურული ზონა იყო აწყურიდან უკვე არავის არ უშვებდეს. და წარმოიდგინეთ, სადაც თამაშობდნენ ფეხბურთს ბავშვები, მანქანა არ დადგა. ხო, არ შეიძლება. ხო და იქ მერე იყო მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ არც ერთ ქართული ეკლესია არც ერთი არ იყო სამცხე-ჯავახეთში, წარმოიდგინე, იყო სომხური, გრიგორიანული და კათოლიკური. და აი არც ერთი არ იყო და უკვე აი პატრიარქმა დაიწყო ამაზე ზრუნვა სამცხე-ჯავახეთში თვითონ იმოგზაურა, ფეხით შემოიარა მთელი ეს სოფლები და ნამონასტრალები, ძველი საფარა არ იყო აღდგენილი, ზარზმა არ იყო აღდგენილი, ჭულევი არ იყო, ის ვანის ქვაბები არ იყო, ვარძი არ იყო, რა ვიცი, 1000 მონასტერია, საოცარი ადგილებია, ხო და ყველა აღადგინა, მეუფე სერგი დანიშნა იქ ეპისკოპოსად. მაშინ მე რო დავდიოდი, მაშინ მამა სერგი იყო, ჯერ მღვდელ მონაზონი იყო და საფარაში აერთ პატარა და გენიალურ მონასტერში, მაგრამ ძალიან პრობლემა იყო, საცხოვრისის პრობლემა იყო და აიქნა რომ დაიწყო მეუფე სერგიმ ყველანი დაუდექით გვერდში და რაღაც ახლა დიდი ეპარქია და იქ მე ახალციხეში მთელი ტაძარი მოვხატე, ის ტაძარი მე აბასთუმანში წავედი, იქ ავხსენე ეკლესია, ძველი ეკლესია, იქ გიორგი ალექსანდრეს ძე არის ეს ნიკოლოზ მეორეს ძმა, აბასთუმანში ცხოვრობდა, იმიტომ რომ ფილტვებით იყო დაავადებული და იქ გარდაიცვალა და იქ სასახლე ჰქონდა მას ორი საზაფხულო და საზამთრო და ამიტომ და ტაძარიც ააშენა თავისთვის იქ ზარზმის ასლი, ზარზმა უყვარდა ზარზმის მონასტერი და ზარზმის ასლი და ეს ტაძარი გავხსენით, მე იქ აბასთუმანში დედათა მონასტერი დავაარსენ, რომ მაშინ ტუბერკულოზი ძალიან მოდებული იყო ბერ-მონაზვნებში და მონაზვნები ჩემთან აბასთუმანში ჩამოდიოდნენ, განსაკურნებლად იძულებული ვიყავი, რომ გავკვეკეთებია ტუბ დისპენსერებში, იქ ცოტა არეული სიტუაცია იყო, სვავდნენ, ურევდნენ რაღაცა და ამიტომ ისინი ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად და ბევრი ვიწვალე და გავაკეთეთ დედათა მონასტერი ზუსტად გიორგი ალექსანდროვიჩის, ალექსანდრეს ძეს, დიდი იმის მთავრის სასახლეში. ეხლა დღეს ეს სასახლე არის დედათა მონასტერი, სხვათა შორის ერთი კვირის წინ ვიყავი, გადასარევი დედები ულიან და ძალიან კარგი მონასტერია და ძალიან მიყვარს და რა მუსიკას უსმენ, მამო? ვაიმე? მე მიყვარს ბლუზი. ბები კინგი, ალბერტ კინგი, მესამეც ფრედი კინგიც, ყველა კინგი, სამივე კინგი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მუსიკოსები არიან. და ბლუზი არის, საწყისია, ჯაზიც, რიტმ ბლუზიც კი, ჯიჯი ქეილის და ესენი, იცი როგორ არის იქ ბლუზი მერე ვითარდება სხვადასხვა მხარეს, ხო? მერე მიდის ჯაზში და ჯაზოვი ბლუზია, მერე მიდის როკში, როკოვია და ასე შემდეგ. საფუძველია თანამედროვე მუსიკის ბლუზი, როგორც ევროპაში, როგორც ამერიკაში უпростоრად, ისე ევროპაში. თავად უკრავ შენთვის კი, აბა ეს გიტარები. ის სახში ისე მეგობრები თუ მოვლენ რაღაც ბავშვები ჩემი. მე მაქვს მოსმენილი, არის ეგ. მე მოსმენილი სამყარო. ეს რაღაცა გადაცემა. 15 წლის უკანდელი ამბავია ეს. ადო დაახო, შემობეტიც. აი 15 წლის უკან მოსმენილი მაქვს. საჭირო ხონდა ბედნიერება ოფისა შენთან. ეხლა მუსიკა ისეთი რამეა ადამიანისთვის, რომ მის გარეშე ნებისმიერი შეგრძნება, რაც ადამიანს გააჩნია, ყველაფერი არის
ღვთისგან კურთხეული. ღმერთმა რომ მოგცა სმენითი ესთეტიკა, ვიზუალური ესთეტიკა, შეგრძნებითი ესთეტიკა, ყველაფერი უნდა გაამდიდრო და გაალამაზო. მე ესე ვფიქრობ და ქრისტიანობაც ამას გვასწავლის, რომ ღმერთმა ეს გრძნობები მოგცა იმისთვის, რომ სამყარო შეიგრძნო, სრულფასოვნა და ადიდო ღმერთი. აი ბახის ისინი რო არის, რა ქვია. ხო, ფუგერვით და ხო, მაგრამ რაც არის ნაწარმოებები, ხო? ყველა ნოტები იწყება სახელით და უფლისათა ესე და მთავრდება სადიდებელად ღმრთისა. ყველა ნოტს თან ათასობით აქვს, ხო, დაწერილი, ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსი იყო. ანუ ყველა უძღვნის თავის ნაწარმოებს ღმერთს და ესთეტიურად უნდა იყოს გაზრდილი ადამიანი თუ გინდა რომ როცა სამყაროს ფართო თვალებით შეხედო და დაინახო და სრულად აღიქვა. თუ არა და ნუ რაღაცა ვიწრო რაღაცა კეკელა და მაროში ჩაიკეტები და რაღაცა აჭარულს იცეკვები და მორჩება შენი მუსიკალური გემოვნება ამით. ერთი კითხვა ცოტა უხერხულია, ცოტა არა, უხერხული რატოა ფიქრობ? არ მოგერწევს. მაინტერესებს ხო? არა, მაინტერესებს, აი რაღა ესე ეხლა ისეთ გამეცით პასუხი უკვე, მაინტერესებს ეხლა დღეს ვფიქრობდი სადაც წამოვიდოდი ეხლა. აი ესეთი ადამიანები ეხლა ხელოვნება პირიქით ხო გეხმარება ყველაფერში ღმერთთან დაახლოებაში. რატო ხდება რომ არიან ათეისტები, მაგალითად ბუნიელი, რომელიცაც აქ დამთქვამი ესეთი მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ. როგორი ფრაზაა? სურეალისტური რა. ეხლა იქ იყო და სალვადორ დალი, იქ იყო ლორკა ჩემო ბატონო, რომელიც დახვრიტეს და თან ამას ამბობს და ანდალუზიური ძაღლი რო გადაიღო, იმან რა ქვია, გარსია ლორკამ, იმან რა ქვია, ბუნიუელმა ლოკა გაუბრაზდა, იმიტომ რომ მე ვარო ეგ კაციო და საოცარი რაღაც ხდება რომ რატო ხდება ათეისტი. ამ დროს ბუნიუელი არის გაზრდილი დიდი ფულის პატრონი მამის ოჯახში, ბავშვობიდან 6 წელი იყვნენ ოჯახში და ბავშვობიდან კათოლიკურ ეკლესიაში მესებზე დადიოდა და ესე რატო ხდება ეს ამბავი? აი რა. იცი რა, ათეისტი რატო ხდება? ბევრი მიზეზი არსებობს, ეს ერთი მოდელი ამისი არ არსებობს. ყველა უბედურია თავისებურად რა. ხო და აი შეიძლება პრობლემა ისიც იყოს, რომ არასწორი აღზრდა ქონდა რელიგიური და ამან მოუყირჭა ისე ბავშვობაში. მაგალითად ერთი მახსოვს სახსარება, რომელიც ამბობდა, რომ დედაჩემი ისე მცემდა ბავშვობაში ლოცვის დაძალების დროს ისე მცემდა რომ გაგონება ნუ ერთ-ერთი აღმსარებელი რა რომ ისე მცემდა და ისე მეზიზღება ღმერთის წარმოთქმაო იმიტომ რომ ახსენდება უნდა მომხდეს ჯოხი თავში ხო და ბევრი რამე არსებობს ზოგი ამ პარტია სალვადორ დალი მაგათი ჩემთვის ძალიან უსიამოვნო ხელოვანია არ მიყვარს არც მისი ნახატები და პერსონა კიდევ უფრო არ მიყვარს არ არის ჩემი ის გემოვნების სივრცეში ნამდვილად იმიტომ რომ თვითონ არის გაყეყეჩებული გაამპარტავნებული ადამიანი და რაღაცა თავის იქით და ეგოცენტრის იქით ვერაფერს ვერ ხედავს და ჩაკეტილია ამ თავის ნაჭუჭში და გენიოსი გონია თავი და უცებ როგორც კი ინსულტი დაემართა მაგას თუ გახსოვთ და კადრები არსებობს ნუ რაღაც უბედურ მდგომარეობაში უკვე უსუსური ხა ინსულტიანი ადამიანი ეტლში ზის მოყავთ ესე ამხელა კაცი ანგრევდა ყველაფერს რა ვიცი დასინოდა მთელ მსოფლიოს და ხო და ესე რომ მოყონა ხალხი ინტერვიუს იღებენ და ეუბნება რომ აი ესეთი რაღაცა ხელოვანებს არ უნდა დაემართოთ აი ესე მე რო ვარო ეს ხელოვანს როგორ შეიძლება ეგ დაემართოს ანუ უცებ დაინახა ადამიანს რომ აფერი ერთი პატარა ძარღვი გაგისკდა აი ფხელა პატარა და უკვე აღარ ახლა ის ბულგაკოვის სიტყვები ვოლანდი რო ეუბნება რა მიზაპნას ფერცენ ამაშია საქმე ის კი არ არის რომ სმერცენ ჩელავეკი ოქტავი კი არა ნიზაპნა უეცარი სხვადასხვა მთელი ლოცვები გვაქვს ჩვენ ეკლესიაში უეცარი სიკვდილისაგან მიხსე ღმერთო უეცარი სიკვდილი ეს იმიტომ რომ მოუნანიებელი სიკვდილია აი რომ ვერ წარუდგები და უცებ რაღაცა რომ ცუდად რო ხარ ეგ მადლია ღვთის რომ გაქვს საშუალება რომ მიმართო ღმერთს და ვიყავი გუნური დანიეს კიდევაც აი მაგალითად იგივე ათეისტი კი ბატონო აბა უაზროვნე ნიჩე მაგალითად ავიღოთ მე ვიცი რომ მისი ბოლო სიტყვები არის ისევ მაჯობე ნაზარეველო ეს იყო ბოლო სიტყვებიო ნიჩესიო თუ ვოლტერზე არის ხო ნორმალია ვიცი
სულ ერთია ორივენი რაღაცა, მაგრამ ნიჩეც გენიოსი იყო, მართლა გენიალური ადამიანი, გენიალური მოაზროვნე და მასაც თავისებური ხედვა ჰქონდა ღმერთის, ხო? თავის ნიჰილიზმში, რაღაცა გაუბედურებულ ცხოვრებაში. ეხლა ამას კარგად ფილოსოფოსი, ანალიტიკოსი უფრო კარგად აღწერს ნიშეს პიროვნებას, მაგრამ ქრისტეს რო ებრძოდა, იმიტომ რომ ქრისტეს იდეადი არის სისუსტეში. აი დიადი, ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი, ანუ სამყაროს შექმნელი და ჯვარცმა არის წარმოუდგენელი რამე. აი ოქსიუმორონია რა, წარმოუდგენელი რამე, როგორ შეიძლება იყოს ჯვარცმული, შიშველი, დამცირებული, ნაცემი, ნაბეგვი, ნაგინები. წარმოიდგინე. და ესაც სამყაროს შექმნეს ეს რა რეალობა. აი ამ ეს რეალობა არ მოწონს ნიჩეს. იმიტომ რომ ზარათუსტრა ღმერთი მოკლა. ხო, მაგრამ ეს იქნება პირიქით ისე არა, თქო, მე ესე შეიძლება გავიგო ადამიანმა, რომ ადამიანებში მოკლა ღმერთი. მაგრამ ესე არ არის, თქო, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამბობს, რომ ღმერთი მოკლა. ის ღმერთი, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ ღმერთია, ის მოკლა. ის აღარ არსებობს. ეხლა ბევრდაერად შეიძლება გაამართულ, შეიძლება არ გაამართულ, მაგრამ მაგიტომ არის ნიჭიერი. ის რომ ეხლა ძიმე აღსასრული ქონდა, გადავიდა ჭკუიდან, რაღაც იწყევლებოდა, ილანძღებოდა და იგინებოდა. ეხლა ეს ხო ფაქტია, მე ანტიქრისტიანი, როგორ აქართ ანტიქრისტიანი რა, ანტიქრისტიანი. ხო და რაღაცა ეს მახსოვს რო წავიკითხე, არ მოგეწონება ძალიან. ქრისტეს სული არ არის რა ხარ, რაც არ უნდა ილაპარაკო, ლანძღავს ქრისტეს. არ უნდა ვილაპარაკო. კი ბატონო, ამართულ ზოგი ფილოსოფოსი უყვარს გამართულ. რა ვილაპარაკო. ხო, მოდი ქრისტიანობაზე ვილაპარაკო. ცოტა დრო დაგჭა უკვე მაგას. ფილოსოფოსებმა ამართლონ ის. ხო, ამართლონ და ის იკამართლონ მაგასთან დაკავშირებით მოაწყო პოლემიკები და ეხლა აი მაინტერესებს ერთი რამე ხა, რაც პატრიარქი გარდაიცვალა. შენ მაჯობე ნაზარეველო, ეგ არის ნათქვამი იულიანე განდგომილისგან, გამახსენდა. მართლა არა. იულიანი განდგომილი იმასთან ერთად სწავლობდა გრიგოლი ღვთისმეტყველთან და ვასილი დიდთან ერთად და იმან თქვა ის იმპერატორი გახდა მერე და დაანგრია მთელი ტაძრები და ტიპები ძილნაზირიანი, ეგრე თქვა, ეგრე მოხდა. შეიძლება ამან გაიმეორა მე, იმიტომ რომ ცნობილი სიტყვებია. ცნობილი სიტყვებია, შეიძლება გამეორებულად ვაცახი და ეხლა ალავერდობაზე ამაღდგომას თუ ესეთი ამბავი ყოფილა. რომ ესე იგი გარეთ იდგა ხალხი. აი გარეთ იდგა. აი როგორ გიხარ ეხლა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ რაღაცა ლაპარაკი წამოვიდა ისეთი რომ იმატა ეკლესიაში ხალხმა. სვლა და დაიწყო ეკლესიაში მეტად მიდის აღბრძოლაზე ისეთი ამბავი ყოფილა გარეთ იდგაო ეკლესიაში ვერ შეაღწიეს და იმითი თურმე დინამიკებით იყო გამოდა დინამიკებით უსმენდა ლოცვებს თურმე გარეთ თელი ის იყო და ამავე დროს კიდე მამანი და მამა უკვე რაღაცა როგორც კი ეს დაიწყო მოუმატეს ძველი ამ კადრების ჩვენებას, ლანძღვაგინება, ეს საპატრიარქოსი აი გამოიყვანეს სპეციალურად ხდება ეხლა ეს ამბავი. რომ მეტროპოლიტი რომელმაც დაიწყო ისე პატრიარქის. კი ბატონო ის რაღაც პეტრე. ხო და საქმეც მაგაშია რომ რაღაცა რა მიზანს ემსახურება ეხლა, რა გაუგებარი მარტარაფერი არ არის. ეშბაქს რას ემსახურება ეხლა არ ვიცი, რა ემსახურება ერთ რამეს, რომ შფოთი შემოიტანოს ეკლესიაში ამ არჩევნების წინ, საპატრიარქო არჩევნების წინ, რაღაცა დააძაბონ. მოკლედ ეს შფოთი არის ერთი, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ კარგად, რომ თანამედროვე სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესიის როლი უნდა იყოს ცოტა. მოჩენილი ამბავია ესია და ახლა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ როგორ აკეთებენ ამას ტექნოლოგიურად შეიძლება ამაზე დეტალებში ჩავშალოთ და ჩავიდეთ მაგრამ სეკულარულ სახელმწიფოში და ჩვენი ქვეყანა სეკულარულია ეკლესიას არ უნდა ქონდეს დიდი როლი ის უნდა იყოს კერძო პიროვნულ თავის სივრცეში ჩაკეტილი გარეთ აღარ უნდა გამოდიოდეს ეგ მან არ უნდა განავრცოს თავის სწავლება ესე და რაღაცა ყველა სახელმწიფოს მშენებლობაში რაღაც როლი შეასრულოს თავისი მისია შეასრულოს არავის არ უნდა ეს
ამიტომაც ცდილობენ რომ ამას სამოქალაქო საზოგადოებად ესე იგი ასაღებენ რომ მოქალაქეობრივი აზროვნება, ცნობიერების ამაღლება და ასე შემდეგ, ასე შენი უფლებები, შენი მოვალეობები და ხდება ესე იგი პერმანენტულად ეკლესიის დისკრედიტირება. რომ მისი ავტორიტეტი ჩამოიშალოს და 1000 რაღაცა, იპოვიან თქვა ნასვა მღვდელს, რაღაცა ეპისკოპოსს მანქანას, რაღაცა 1000 იცი რა არის მეუფეშიო მოვიდა, იმაზე წირვაზე მოვიდა მანქანით, იმაზე რა ქვია ბზობაზე მოვიდა მანქანით. ურემით არ მაინტერესებს. რა მაცხოვარი მივიდა ვირით. კი ბატონო, მივიდა. რა სისულელეა ხო ესეთი რაღაც ლაპარაკი, მაგრამ სულ 2 წუთი დაგვრჩა და ერთი რამით მინდა ეს ჩვენ სამწუხაროა რომ რა თქმა უნდა რა გავაკეთო აღარ ვიცი მინდა ძალიან ბევრი რამე შეგეკითხო მაგრამ არ გამოდის და აი კიდე ერთხელ ვიმეორებ იქნება ისე გავაკეთოთ რომ მე 40 ცალკე შევხვდით და ვილაპარაკოთ თქვენ გავლილი ცხოვრებაზე ხო და ასე უთქვამს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს რომ ჩემი ასე როგორც კიდე თხოვნა თუ დავალება ქართველი ადამიანის ყველას მიმართ რომ რაღაცნაირად თუ ისე გავაკეთოთ რომ ერთი ნაკლოვანება მაინც ჩვენში იქნება მოსპოტო. აი ერთი ცუდი უარყოფითი თვისება. რაღაცა მოსპოტო. მართლა იყო ესეთი რაღაცა ეხლა მითხრა პროდიუსერმა რომ იყო ეგეთი რამე რომ დაიბარაო პატრიარქმა რომ ერთი ნაკლოვანება მაინც გავაქროთ ჩვენში რა. აი ეგეთი რა. არ ვიცი უწმინდესმა ეს დაიბარა, მე არ მახსოვს, მაგრამ რა თუნდა მაგას ისედაც იტყოდა მაგას უწმინდესი რომ ერთი კი არა, ბევრს უნდა ვებრძოლოს. ერთი რა იყო ის ერთი? ხო რა, ის ერთი არა. აი რომ რაც გინდა ამოვარჩიო. ერთ თავარს ამბობდა ხოლმე, ხართ შეუწყნარებლები, ადამიანს მოусმინეთ და ეს რადიკალური აზრები მოეშვით. აი მე ვთქვი და მორჩა უკვე და კატეგორიული მსჯელობა არის დამღუპველი ადამიანისთვის. აი მე ესე მჯერა ხო? ხო, იმიტომ რომ იცი როგორ რაღაცა კატეგორიულ მსჯელობას მოყვება არ მოსმენა. არ მოსმენა მოყვება დაპირისპირებას მოყვება შემდეგ ხელჩართული ბრძოლა და საბოლოოდ დიადი მიზნებისთვის შენ იმ ადამიანს გააჩანაკებ. იმიტომ რომ მიზანი ითხოვს მსხვერპლს. ამიტომ ლაპარაკი რომ აქ კატეგორიულობას თავი დავანებოთ და ერთმანეთს ვესაუბროთ და შევეცადოთ ჩავწვდეთ მის აზრს და ლოგიკურ კრიტიკულ აზროვნებაში ვიპოვოთ საერთო გამოსავალი. ხვალინდელ დღეს მამა ვითხარით ერთი როგორ ხედავთ ეკლესიის ხვალინდელ დღეს? ძალიან კარგი. მე იმედით რა. გადასარევად ვხედავ, არ ვიცი, ხვალინდელის, ზეგინდელის ეკლესიას ვერ ერეოდნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანიო, როგორც მაცხოვარმა უთხრა პეტრეს, ხო, შენ ხარ კლდე და ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია ჩემი და კლდენი ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ. რა ვიცი, ეკლესია არის ისეთი ბუნების, რომ ყველა მდგომარეობაში მან უნდა სიცოცხლის უნარია და მან უნდა იცხოვროს. იცი რა არის? როცა დევნია, მაშინ სხვა მხრივ ბრწყინდება, როცა არ დევნია, მაშინ სხვა მხრივ გაბრწყინდება. დევნის დროს სხვა საცდურებია, არ დევნის დროს კიდე სხვა საცდურებია. ხო ხდებით? რომ გდევნიან, მაშინ ბრწყინდება საუკეთესოები. და ჩდება მართლა მოწამეობრივი გზა ადამიან. როცა არ გდევნიან, ხდება რაღაც სერვილისტური ურთიერთობები, რაღაც სიბინძურეები, გახწნილობა შიგნიდან, მაგრამ ჩდებიან ახაც რჩეულები, რომლებიც უკვე არა მოწამეობრივით, არამედ აღმსარებლური გზით ცხოვრობენ, რომელიც თავისი ცხოვრების ნათელით ანათლებს სხვას და შეაქვს სინათლე სიწმინდე, სიყვარული, სითბო და კაცთმოყვარეობა, წყალობა საზოგადოებაში. აი ასე რომ ნებისმიერი დრო არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი. მაცხოვარი ჩუქნის დროს გაძლევს და ცოდვა არის ამ დროის მოკლა. უღრმესი მადლობა, მამა. სამწუხაროა რომ დავამთავროთ. აი ეს იყო ჯერობა და ჯაბანას ბაბანაკება, ბანო შედევ ესე უკვე აი
სულგული მწყდება ესეთი სტუმარი რაღაცა სულგოდია რომ ვერ დავამთავრე საუბარი შენთან შემოგარგო. გავაგრძელებთ აუცილებლად დარწმუნებული ვარ. აი ეს იყო 98.5 რადიო სივრცე ჩემოგატონებო ისევ გაზაფხულის ქუჩაზე ვართ გაზაფხულის ქუჩიდან გემშვიდობებით და მომავალ ქუჩაბაც კიდე გაზაფხულის ქუჩიდან მოგესალმებით. იყავით ჯანმრთელი და მოუარეთ ერთმანეთს მამასა აქ ცხოვრება. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა.